მოგესალმებით და მე კვლავ გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. ესპანურმა გამოცემა AS-მა გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. მამარდაშვილის დიდი პრობლემა. ამ სათაურით ქვეყნდება სტატია და მისი ავტორი ლივერპულში გადასული მამარდას სათამაშო დროის ნაკლებობაზე ამახვილებს ყურადღებას. გიორგი მამარდაშვილისთვის მოვლენები ისე არ ვითარდება როგორც თავად სურდა. ქართველი გოლკიპერი ლივერპულში ამ ზაფხულს გადავიდა და იყო ვარაუდი, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვდებოდა. თუმცა არნე სლოტის გუნდის ალისონ ბეკერი იცავს. ბრაზილიელი ლივერპულის ნომერ პირველი მეკარია Community Shield-ზე და პრემიერ ლიგის შეხვედრებში სწორედ მან იასპარეზა. მამარდაშვილი ამით ბედნიერი ნამდვილად ვერ იქნება და ყველა მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებს თვალს. სლოტმა მას წინა სასეზონო შეხვედრებში თავის გამოჩენის შანსი მისცა და მილანთან ნაჩვენებმა არც თუ ისე დამაჯერებელმა თამაშმა ალბათ ლივერპულის თავკაცის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია. Anfield-ზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა კითხოს, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება. მას ევროპული კლუბები ეპატიჟებოდნენ, მაგრამ წითლებში გადასვლა არჩია. აშკარაა, რომ ყველაფრის შეცვლის უნარი აქვს. თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ სლოტმა არჩევანი ალისონზე უკვე შეაჩერა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და დაბალია ალბათობა მანამდე გუნდი დატოვოს. წერს ესპანური გამოცემა AS. თქვენ კი დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. მიიღო თუ არა სწორი გადაწყვეტილება მამარდაშვილმა, როდესაც გადავიდა ლივერპულში. რადგან ჩემი პირადი აზრით ცხადი იყო, რომ ალისონი იქნებოდა ნომერ 1 მეკარე. ის უკვე წლებია იცავს ლივერპულის კარს და არის უმაღლესი დონის მეკარე. რა თქმა უნდა, გიორგი მამარდაშვილი უმაღლესი კლასის მეკარია, თუმცა ალისონმა თავისი ადგილი წლების განმავლობაში დაიმსახურა. ასევე მგონია, რომ ეს არის ბოლო სეზონი ლივერპულში ალისონისთვის, რადგან ბოლო წლებში უკვე ჩანდა, რომ მისი დონე ნელ-ნელა დაბლა იწევდა. გიორგი მიქაუტაძეს ლიონს ფინანსური პრობლემები აქვს. ლიონთან დაახლოებული გამოცემის მადელინ გოუნსის ინფორმაციით არის შანსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბს რამოდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწიოს. ფრანგული პრესის მიხედვით დიდი ალბათობაა მალიკ ფოფანამ გუნდი დატოვოს. როგორც იგივე გამოცემა წერს, ლიონი მიქაუტაძის გაყიდვასაც განიხილავს. ამ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი დანიელ რიოლიც ადასტურებს და დასძენს, რომ ლიონი ოფიციალური წინადადების მოლოდინშია. მიქაუტაძეს მსურველები არ აკლია. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ქართველი ფეხბურთელის გაფორმება რენმა და პარიზმა სცადეს, თუმცა გიორგი მათ უარი შეუთვალა. თუ საფრანგეთში დარჩენაზე მიდგა საქმე, 24 წლის თავდასხმელს ურჩევნია ლიონში გააგრძელოს ასპარეზობა. ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი საშა ტავოლიერის მიხედვით, კლუბი, რომელსაც კონკრეტული ინტერესი აქვს, აინტრახტია. უბრალოდ გერმანელები ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგავენ, თუ ელივაი გუნდს დატოვებს. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. სად შეიძლება გადავიდეს გიორგი მიქაუტაძე და საერთოდ ღირს თუ არა მისთვის კლუბის გამოცვლა. პარი სენ-ჟერმენის ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩე კვარაცხელი ამ ვარჯიში გაანახლა. 24 წლის გარემარბმა საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრა, რომელიც მისმა გუნდმა ანჟესთან გამართა და 1-0 მოიგო, კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა. კვარაცხელიამ გასულ ხუთშაბათს გამართულ ვარჯიშზე მცირე დისკომფორტი იგრძნო და კლუბის სამედიცინო შტაბმა გადაწყვიტა არ გაერისკა. ქართველი ფეხბურთელი გამოჯამთელდა და მოედანს დაუბრუნდა. ცნობისთვის პარი სენ-ჟერმენმა ლიგა 1-ის ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით მოიგო და 6 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. ლუის ენრიკეს გუნდს მომდევნო შეხვედრა 30 აგვისტოს ელოდება. თბილისის დროით 11 საათზე PSG სტუმრად ტულუზას დაუპირისპირდება, რომელსაც ასევე 2-2 მოგება აქვს. შეგახსენებთ, რომ ტულუზასთან მატჩის შემდეგ სანაკრებო პაუზა მოდის და საქართველოს ნაკრებს ორი შეხვედრა ელოდება. 4 სექტემბერს ჯვაროსნები თურქეთს დაუპირისპირდებიან, 7-ში კი ბულგარეთს ეთამაშებიან. წარმატებები ჩვენ ნაკრებს და იმედია ორივე თამაში გამარჯვებას მოვიპოვებ. კომენტარებში ჩვენ სტილში გავამხნევოთ ბიჭები და დავწეროთ #თქვენთან ვართ ბიჭებო. ზურიკო დავითაშვილის მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. სენტ-ეტიენის ქართველ ფეხბურთელს დიდი ხანია ბეშიქტაშს უკავშირებენ, თუმცა თურქებს მწვანეებისთვის ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ. ბეშიქტაში რამოდენიმე გარემარბის ვარიანტს განიხილავს და ინგლისური პრესის ინფორმაციით კლუბის ყურადღების ცენტრში ჩელსის ფეხბურთელი რაჰიმ სტერლინგი მოექცა. როგორც ერთ-ერთი გამოცემა წერს, ბეშიქტაშის ინტერესი სერიოზულია და შავთეთრები არისტოკრატებს უახლოეს პერიოდში დაუკავშირდებიან. ჩელსი ინგლისელი გარემარბის გასაშვებად მზადაა, მაგრამ მის სანაცვლოდ 20 მილიონ სტერლინგს ითხოვს. ბეშიქტაშის გარდა რაჰიმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ფულჰემი და ვესტჰემი აკვირდებიან. ბოლო ინფორმაციებს თუ დაუჯერებთ, დავითაშვილის ბეშიქტაში ტრანსფერის შანსები იკლებს და თურქები ალტერნატიულ გამოსავალს ეძებენ. ზურიკოზე სხვა
ჯერჯერობით არაფერი იწერება. შეგახსენებთ, რომ ზურიკოს მწვანეებთან ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ტრანსფერმარკეტზე მისი საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა. დავითაშვილმა ახალ სეზონში სენტ-ეტიენის სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. დღევანდელი ჩვენი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონათ და ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააჭირე ლაიქის ღილაკს. ასევე გამოიწერე არხი, რათა მუდმივად საქმის კურსში იყო რა ხდება ქართველი და უცხოელი ფეხბურთელების გარშემო. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე და აბა წარმატებები.